გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ წარმოგიდგენთ კორუფციის სიას, რომელსაც ჩვენ კორუფცია დავარქვით. ბოლო რამდენიმე დღეში ქართული ოცნების შიგნით ნამდვილი დაჭერობანა გაიმართა. მას შემდეგ რაც თავად ღარიბაშვილს მილიონიანი გირაო შეუფარდეს და ქვეყნის დატოვება აუკრძალეს, დომინოს ეფექტი დაიწყო. მერის ინსპექტირების სპეციალისტი თაღლითობაზე დააკავეს. ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია პატიმრობაშია. მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი დავით ტაბიძე ბრალდებულია. შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეზეც ვლადიმერ ხუნდაძეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამ ყველაფერზე გია ვოლსკი გამოვიდა და განაცხადა. მადლობა ღმერთს, ხელისუფლება კორუმპირებული არ არის. თუ გონიათ რომ გია ამით კორუფციას აპრავებს, ძალიან ცდებით. მე აქ არა ვარ ის ადამიანი, ვინც გამპრავებელია რაღაცის და შეურაცხყოფას მოგამომაყენებს. გია უბრალოდ ამბობს, რომ ცუდზე არ კონცენტრირდეთ. კარგზე ჯობია კონცენტრაცია. აი წარმოვიდგინე რომ მუნი შეგეყარა. თან ბოლო დროს ძალიან გავრცელდა ეს დაავადება და სხეულის 75% გეფხანება. ამ დროს მიდიხარ ექიმთან გაუბედურებული და ის წამალს კი არ გინიშნავს, უბრალოდ გეუბნება, კარგი რა. რაღაც სხეულის იმ 75%-ზე წუწუნებ, რომელიც გეფხანება. დარჩენილ 25%-ზე კონცენტრირდი, რომელიც არ გეფხანები. მგონი გასაგები შედარება იყო, ხო? აი როგორ არის, იცით? აი ყველაფერი იგივეა, ოღონდ პერექი. ისე ეს 75% ჰაერიდან მოტანილი არა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევას სოხაძემ განაცხადა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდში 214 მიმდინარე პროექტიდან 161 იყო პრობლემური, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება, მეგობრებო. მუნიციპალური განვითარების ფონდში სამწუხაროდ შესვლისას შესავლის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები. მაგალითად 214 მიმდინარე პროექტიდან 161 იყო პრობლემური და პრობლემური პროექტების ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. ეს უკვე პატარა მუნიციპალური ჩინოვნიკებისა და გამგებლების შეჭმული ფულია, რომლებიც სოფლებამდე უნდა ჩასულიყო. ზოგადად მინდა ყველასთვის ცხადი იყოს. ეს პროცესი, რომელსაც ახლა ქართული ოცნება ახორციელებს, არ არის კორუფციასთან ბრძოლა. ეს არის კლანური ომი. რატომ არის კლანური ომი? იმიტომ რომ სანამ სუსი საზეიმოდ იჭერს მინისტრის მოადგილეებს და მესამე ხარისხოვან ჩინოვნიკებს, ყველაზე მსხვილი ქურდები ჯერ კიდევ გარეთ დადიან და პირიქით ბიზნეს პრეზენტაციებს გვიტარებენ. შეგახსენებთ, რომ უკვე 1 წელია საუბრობენ გიგანტურ არაბულ ინვესტიციაზე. წინა გადაცემაშიც ვახსენეთ, ეს ის კომპანია Eagle Hills, რომელიც კინო რუსთაველის ყოფილ შენობას თავის ოფისად გადააკეთებს, მეგობრებო. ხო და ამ Eagle Hills მოაქვს უზარმაზარი ოდენობის ფული, ახალი 6 მილიარდიანი ულუფა. ხო და აქამდე ქართული ოცნება იყო ერთი დიდი ხმაურიანი ბანკეტი, სადაც ბევრი ხალხი იჯდა. ღარიბაშვილის კლანი, კალაძის კლანი, კობახიძის კლანი. ყველა თავის წილს იღებდა, ხმაურობდა, იპარავდა. მაგრამ როცა ასეთი დიდი ერთი სტუმარი მოგდის, ამდენი ხალხი სუფრასთან უბრალოდ ხელს გიშლის. ამიტომ ბიზინა აკეთებს იმას, რასაც ნებისმიერი მენეჯერი გააკეთებდა. ის ამცირებს შტატებს. ნაკლები დაღებული პირი მეტი მოგება. ოღონ თუ გონიათ ამ შემთხვევაში Eagle Hills მოპარავენ რამეს, ძალიან ცდებით. Eagle Hills-ი საქართველოში შემოდის წარმოუდგენლად წამგებიანი პირობებით. საქართველოსთვის წამგებიანი. აი რა თქვა კომპანიის დამფუძნებელმა მოჰამად ალაბარმა. ჩვენი ნაწარმის ნახევარი 60%-იც საერთაშორისო მყიდველზეა გათვლილი. ადამიანებს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ენდომებათ ამ ქონების შესყიდვა. ჯერ ერთი 60% არ არის ნახევარი და მეორე, ვინ არის ის ქართველი მყიდველი, რომელიც ამ ქალაქში ბინის ყიდვას მოახერხებს? როგორ წარმოგიდგენიათ? სანზონაში ბინა ძალიან ძვირია, ვერ ვიყიდი, მაგრამ აი საემიროებიდან მდიდარი შეიხები ყიდულობენ ბინებს, აი მან მოუძებნი რამეს. ამასთანავე, თავად ინვესტორის განცხადებით, ჩამოიყვანენ 30,000 უცხოელ მუშას.
Eagle Hills-ის სხვა პროექტებს გადავხედე, მაგალითად ხორვატიაში, ალბანეთში და სერბეთში. აი სერბეთის მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა. წარმოიდგინეთ, 6 მილიონიან სერბეთში პროექტებში 10500 მუშახელს ახსენებენ. თან ოფიციალური წყაროები ხაზგასმით ამბობენ, რომ უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა. 3 მილიონიან საქართველოში კი 30000 უცხოელი მუშახელი შემოყვანა ხდება საჭირო. ანუ სამუშაო ადგილები უცხოელებს, ბინები უცხოელებს, ხოლო ქართველები, როგორც ბიზნეს ჯიბის პროპაგანდისტი ზაზა შათირიშვილი გვირჩევს, უნდა გადავშენდეთ და წავიდეთ აქედან. აი იანვრიდან მოყოლებული რამდენი გავიდა საქართველოსდან და შეიძლება გამოთვლა, მაგრამ ჩემს გარშემო რაც ხდება, აი სამეზო, აი აშკარად გზნობ თუ ძალიან ბევრი არის უკვე წასულია იანვრიდან ბერმა დაკარგა იმედი და ძალიან კარგი იქნება თუ ეს ხალხი წავა საერთოდ აქედან. გაფუჭდა მეგობრებო, მე მგონი რა ახლავე მოგვარდება. მოუთხან დედის ტრაკი, მოუთხან დედის ტრაკი, მოუთხან დედის ტრაკი. ისე ის ჭიათურელი კაცი გამახსენა, თუორსტები ჭიათურელია. გაუშვით ის ვიდეო. მე უთხარი ამ თავრობას უყურած მე მევიდე პატარა ჭკუას და გადმეიხედო აქეთ ქართველები თუ არ უნდა დაგალებ წავალ ვიზი აქედან აქარე დააგუბოს მე წყალი და გინა ზვიგენი გოუსვას გინა ვეშაპი გოუსვას და გინა პინგვინები. მოკლედ სანამ ეს დიდი უსირცხვილო ძარცვა მიდის, ჩვენ ვუყურებთ როგორ იჭერენ წვრილფეხობას. რამდენიმე თვის წინ ჩვენ გავაკეთეთ ტოპ 10 კორუმპირებული დეპუტატის სია. მაშინ ჩვენი ჰიტ-პარადის პირველ ადგილოსანი იყო ვინ? ირაკლი ღარიბაშვილი. სად იყო და სად არა ღარიბაშვილი მართლაც კორუმპირებული აღმოჩნდა? ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ასეთი ცილის მწამებლური ბრალდების მოსმენა. რა ვიცი, ვიფიქრეთ, იქნებ ენა გვიყივის და რაღაცაშია საქმე. ამიტომაც დღეს წარმოგიდგენთ კიდევ 5 დასაჭერ კოდს, პრინციპში ხო, რა დავარქვათ? ეგრეა. კიდევ 5 დასაჭერ კოდს მეგობრებო. ჩვენ სიაში მეხუთე ადგილზეა არა ერთი ადამიანი, არამედ მთელი კოლექტივი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალციხის საკრებულოში. რამდენიმე ფაზად მოგიყვებით, როგორ მუშაობს ახალციხის საკრებულო. მანამდე საკრებულოს თავმჯდომარის ეს კომენტარი მოვისმინოთ. კონტროლულ ფუნქციასაც შევითავსებთ სამსახურებს და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილსაც მივხედავთ. აქ მთავარია ფრაზა ბიუჯეტის გახარჯვით ნაწილსაც მივხედავთ. დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები. ფაზა პირველი, სამუშაოს იმიტაცია. ახალციხის საკრებულოში მუშაობს 5 კომისია და 3 ფრაქცია. მაგალითად, ფრაქცია ქართულ ოცნებას ჰყავს თავმჯდომარე და 7 მოადგილე. ფრაქციების მუშაობაზე 2 წელიწადში დაიხარჯა 678,000 ლარი. და იცით რამდენი ინიციატივა ჰქონდათ ამ ფრაქციებს? სწორად მიხვდით. 0. არც ერთი. მაგრამ ისევ პოზიტიურად შევხედოთ. თუ საქმე არ კეთდება, შესაბამისად, მისი გაფუჭებაც შეუძლებელია. ფაზა მეორე. ბოლო წლებში ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა მერიისგან მიიღეს 24,811,129 ლარი შესყიდვებით. თითქმის 25 მილიონი მეგობრებო. მაგალითად, ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ნოდარ ტალახაძის შვილის კომპანიამ 13 მილიონი ლარი მიიღო. ეს ნოდარ ტალახაძე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული შეპესე არალის 25%-იანი წილის მფლობელის ეკა თათეშვილის მამამთილია. ამ თეშეშვილმა თავის ქმარს ტარიელ ტალახაძეს გაუფორმა სხვა კომპანიის ელ ჯორჯიას 50%-იანი წილი. რის შემდეგაც ამ ნოდარის ბიჭს ბედი გაეხსნა და დაიწყო სახელმწიფო ტენდერების მოგება მეგობრებო. თან უკონკურენტოდ. მაგრამ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მამამ შვილის მაგიერ რძლის კომპანია არალს მოაგებინა ტენდერი. ეთყობა იჯხობეს ოჯახში და აი ესე ასწავლა ჭკუა მამამთელმა. მოკლედ, როგორც იტყვიან, რაც არალი. განა აქ მორჩა ყველაფერი. არა მეგობრებო. ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ზოია ბალიაშვილის რძლის კომპანიამ 10,5 მილიონი მოიგო ტენდერებში. ხოლო შვილმა კობა ბალიაშვილმა 62,983 ლარი. ძალს 10 მილიონი, შვილს 62,000 ლარი. ანუ დედამთილი ვიცი მე ასეთი ძმაო. ძალიან იშვიათია მეგობრებო, დედამთილს ასე უყვარდეს და ასე აფასებდეს თავის რძალს. ხო?
ჩვენ მივესალმებით ოჯახის განმტკიცებას. მესამე და ძალიან საინტერესო ფაზა ახალციხის საკრებულოდან. 2021-23 წლებში საკრებულოს ხარჯების თითქმის 89% წავიდა ხელფასებში, დანამატებსა და ჯილდოებში. ანუ რა გამოდის? ისინი საკუთარ თავს აჯილდოებდნენ იმისათვის, რომ თავიანთ ოჯახებს ტენდერები მოაგებინეს. კონტროლულ ფუნქციასაც შევითავსებთ სამსახურებს და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილსაც მიხედავთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალციხის მერიაში გახარჯეს 67,000 ლიტრი საწვავი. აქედან 20 ტონაზე მეტი მარტო თავმჯდომარემ და მისმა სამმა მოადგილემ. ანუ რუსეთისგან ყველა სავაჭრო პარტნიორმა რომ შეწყვიტოს ნავთობის ყიდვა, ახალციხის საკრებულოს თამამად შეუძლია ჩინეთის ჩანაცვლება, მეგობრებო. მოკლედ ესაა მთელი ფორმულა. შენ არაფერს აკეთებ, ამაში იღებ ხელფასს და პრემიას. წვალ 1000-ობით ლიტრ საწვავს და შენი მთავარი ფუნქცია ხელი მოაწერო იმაზე, რომ შენმა ბიძაშვილმა მორიგი 10 მილიონიანი ტენდერი მოიგოს. ესენი დასაჭერები კი არა, გამოსაკვლევები არიან. როგორც კორუფციის იდეალური თვითკმარი ორგანიზმები. ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ კიდევ 2019 წელს ახალციხელებს პირდებოდა აქ დიდ საცურაო აუზს აგიშენებთო. პროექტი დაახლოებით დაიწყება მაისისთვის დასაწყისიდან მაქსიმუმ. ეხაც უკვე წინარე სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენი საარჩევნო კომპანია რომ მიმდინარეობდა, ანუ მუნიციპალიტეტის მაშინ ჩვენ გავეცით ესეთი ამბიციური პირობა, რომ ახალციხეში საცურაო აუზი აშენდებოდა. თანხა, რომელიც ამ კომპლექსის ასაშენებლად აზიის განვითარების ბანკმა გამოყო 11 მილიონ ლარს შეადგენდა. პროექტი კი 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. ამ 11 მილიონიდან 5 მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგრამ უეცრად პროექტი გაჩერდა და აღარ გაგრძელებულა. დარჩენილი 6 მილიონი ლარი კი არავინ იცის საწავიდა. ესაა ნორმალური ყველა სახელმწიფოში და შეიძლება გადაცემაც მოხდეს, შეიძლება კორუფციაც იყოს. ახლა მე ახალციხის მერიაში რომ მივიდე რამის გასარკვევად, უბრალოდ არ მიმიღებენ. ძალიან მარტივად რომ ვთქვა. ამიტომ ნაცად ხერხს უნდა მივმართ. გამარჯობა, მე ავთანდილ მდინარაძე გაწუხებთ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანაშემწე. მოკლედ რა მინდა გითხრათ ძალიან სწრაფად რა, იმიტომ რომ შეიძლება მალე დარეკონ. ინფორმაცია გვაქვს, რომ ესე იგი სულ რამდენიმე წუთში მთავარი არხიდან დაგირეკავენ. აი ახალციხის აუზის თაობაზე და კითხავენ რატომ არ შენდება რა. და თქვენ უნდა უპასუხოთ შემდეგი რამ, თუ გნებავ ჩაიწერეთ. ალო, ისმის? ესე იგი, იწერ თუ იმახსოვრებთ, რო გითხრათ რა? მოკლედ, ესე იგი, კითხავენ, რომ აი რატო არ შენდება ეს ის აუზი და უნდა უპასუხოთ, რომ აი პროვოკაციული კითხვა აუზი შენდება. აი ესე უნდა უპასუხოთ რა. ანუ ჩვენთან დარეკავენ პიარის სამსახურთან. წესით, არა, დიდი ალბათობით დარეკავენ ცხელხაზზე. და რა ვიცი, ვინმე თუ არის რომ გააფრთხილოთ რა, რომ ესე უთხრან. ხაზიდან ალბათ ჩვენთან გადმოამისამართლეთ. ხო, როგორც არის, მოკლედ ვინც უპასუხებს, უპასუხოს, რომ ეს არის პროვოკაციული კითხვა, რადგან აუზი შენდება. მორჩა, ეს უნდა უპასუხოთ რა. კი ბატონო, კარგით, გასაგებია, მერსაც შევახსენებ. კარგით, მადლობთ. კარგით, მადლობა. ეხლა დაურეკოთ 15 წუთში. გამარჯობა. გამარჯობა, მთავარი არხიდან გიკავშირდებით. აი ახალციხის აუზთან დაკავშირებით. ესე იგი, დაიხარჯა 5 მილიონი და რატო არ შენდება ეს აუზი, თუ შეიძლება რომ მიპასუხოთ. ძალიან პროვოკაციული კითხვა, აუზი შენდება. საჩენდება არ არის აუზი აშენებული, ფაქტია, ხო? და როგორ შეიძლება ხალხის მოტყუება ესე როგორ შეიძლება, ხო? არა, მე თერაპევტს ვერ გეტყვი, შემიძლია გითხრათ დადასტურებულად, რომ აუზი შენდება. არა, როგორ შენდება, აუზი არ შენდება, ეხა ეს რაღაცა დაზეპირებული პასუხები გაქვთ აშკარად რა. ვიღაცამ გითხრათ, დაგირეკათ აშკარად და გაგაფრთხილათ, რომ ესეთი პასუხი გაგეცათ. არანაირად არავის არ დაურეკია, დაგამშვიდობებით, ჩვენი პასუხია, რომ აუზი შენდება.
კარგით. ძალიან პროვოკაციული კითხვა. ჩვენი კორუფციის მეოთხე ადგილოსანია ნოშიკო ნამურაძის საზოგადოება. არა ერთი ადამიანი, არამედ იდეალური კორუფციული დუეტი. გაიცანით თბილისის ყოფილი ვიცემერი, ხოლო ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე. მივესალმები თქვენს მაყურებელს. ის უკვე 20 წელია საჯარო სამსახურშია და თუ მის ბოლო 2023 წლის ქონებრივ დეკლარაციას დაუჯერებთ, ბატონი ირაკლი უსახლკაროა. დიახ, უსახლკარო. ის ოფიციალურად დედასთან შარტავას ქუჩაზე ცხოვრობს. აი ასეთი კაცი, ნაღდი თბილისზე. რაში სჭირდება სახლი? მისი სახლი თბილისი. დაეხეტება ქუჩებში ნიკალასავით. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჩვენი უსახლკარო ირაკლი ბევრად უკეთეს პირობებში ცხოვრობს. კერძოდ ფეშენებელურ პენტჰაუსში კრწანისი ვილა რეზიდენსის ელიტურ დასახლებაში. ეს არის პენტჰაუსი 4 საძინებლით, 5 სააბაზანოთი, სახურავზე ტერასით და პერსონალური საცურაო აუზით. აი ასეთ გაჭირვებაში უწევს საჯარო სამსახურში მუშაობა. და ვის ეკუთვნის ეს პენტჰაუსი, რომელშიც ვიცემერი ცხოვრობს, მაგრამ დეკლარაციაში არ უთითებს? რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს ნოშიკო ნამურაძეს. სხვათა შორის ირაკლი ღარიბაშვილის ნათელმირონს. ახლა მოდით შევკრათ სურათი. ფაქტი ნომერი 1. ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ცხოვრობს პენტჰაუსში, რომელიც ეკუთვნის ბიზნესმენ ნამურაძეს. ფაქტი ნომერი 2. ნამურაძის კომპანია თბილისში აშენებს გიგანტურ, მასშტაბურ და პრობლემურ პროექტებს. მათ შორის ვაკეში ცათამჯენს და 12 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექს კრწანიშში. ფაქტი ნომერი 3. ამ პროექტებს ამტკიცებს თბილისის მერია და საკრებულო. ფაქტი ნომერი 4. ირაკლი ხმალაძე საკრებულოში პირადად ლობირებს ნამურაძის პროექტებს. როცა ირაკლი ხმალაძე ჟურნალისტი ეკითხება, შემთხვევით რამე კავშირი ხომ არ არის მის მიერ ნამურაძის კომპანიისთვის გაცემულ ნებართვებსა და იმას შორის რომ ის ნამურაძის პენტჰაუსში ცხოვრობს, ხმალაძე ასეთ რამეს პასუხობს. არ ცხოვრობ აქ, მე მოდივარ ადამიანთან, ვისთანაც მაქვს ჩემი ურთიერთობა. ამ ამბავში ყველაზე სასაცილო იქნება, თუ ნოშიკო ნამურაძემ თავადაც არ იცის, რომ ხმალაძე მასთან ცხოვრობს და უბრალოდ უკვირს ყოველდღილა ვინტოებს ჭურჭელს ნიჟარაში. რაშია საქმე? მოკლედ, რატომ აკეთებენ ამას ასეთ ამამად და ღიად? რისი იმედი აქვთ? იმედი აქვთ კრიშის. იმედი აქვთ იმ ფანატიკური ლოიალობის, რომელიც ამ სისტემას აერთიანებს. ლოიალობის მტკიცება კი ნამურაძეს ძალიან ხშირად უწევს. 12 წლის სად იყავით? გახსოვთ რამ საერთოდ? დაისვენა ქვეყანა. სანამ გადავალთ ჩვენი კორუფციის მესამე ადგილზე, შეგახსენებთ აზა ჩილაჩავას ამბავს. ახლა ძალიან მოკლედ შევეცდები აგიხსნათ თუ ვის სჯის და ვის იცავს ეს სისტემა. მოდით დავიწყოთ იმით თუ ვის სჯის. წინა გადაცემაში უკვე ვისაუბრეთ აზა ჩილაჩავაზე. 71 წლის დევნილი აფხაზეთიდან. ეს არის ქალი, რომელმაც ომის კოშმარი გამოიარა. ქალი, რომელმაც როცა გაგრა დაეცა და ქუჩები მოკლული ქართველი ჯარისკაცებით იყო სავსე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მარხავდა მათ. ქალი, რომელმაც ზურგით თრეული 20 კილოგრამიანი ტომრებით არჩინა ოჯახი. ქალი, რომელსაც დღემდე არ აქვს სახელმწიფოსგან ბინა და მუჭის ოდენა ოთახში ცხოვრობს. ქალი, რომელსაც სახელმწიფო დახმარების სახით თვეში 45 ლარს უხდის. 2 ნოემბერს აზა ჩილაჩავა რუსთაველზე დააკავეს, ამჯერად გზის გადაკეტვის მუხლით. ის იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მან პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა დაიწყო. და რა ხდება იმ უწყებაში, რომელიც აზას, როგორც დიდ სამართალ დამრღვევს, აპატიმრებს? ზოგადად ბოლო ხანებში თანამდებობის პირების მიმართ გაიზარდა საჩუქრების რაოდენობა. საჩუქრების ჯამური ღირებულება 22 მილიონი ლარია და ეს საჩუქრები არ არის შოკოლადის ყუთები. ეს არის 16 მილიონი ლარი ნაღდი ფულით, 33 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი, 21 ავტომობილი, იარაღები, სამკაულები და ასე შემდეგ. და იცით ვინ ლიდერობს ამ სიაში? რომელი უწყების თანამშრომლები არიან ყველაზე დასაჩუქრებულები? დიახ, თქვენ სწორად მიხვდით. საქართველოს პროკურატურა. 46-მა პროკურორმა ჯამში 4.5 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღო. და როგორ ხდება ეს სასწაული? ძალიან მარტივად. წესით და რიგით, როცა პროკურორი ხარ, კანონი გიკრძალავს საჩუქრის აღებას, რომელმაც შეიძლება შენს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს.
მაგრამ საბედნიეროდ კანონში არის ერთი ჯადოსნური ხვრელი. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ოჯახის წევრებს. და აი აქ ცხადდება, რომ საქართველოში ყველაზე ხელგაშლილი, გულუხვი და მდიდარი ადამიანები არიან პროკურორების მშობლები, ცოლები და დები. მაგალითად, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა რატი ბრეგაძემ ოჯახის წევრისგან მიიღო $100,000 ბინა. პირველ რიგში მაყურებელს და ქართველ ხალხს მინდა ბოდიში მოუხადო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გიორგი მიქაუტაძემ $50,000, ხოლო პროკურორმა ვინმე გიორგი შაფათავამ მამისგან და დისგან საჩუქრად მიიღო $1,000,000-ზე მეტი. მაგრამ ჩვენი დღევანდელი ჩემპიონი ამ კატეგორიის ნამდვილი ვარსკვლავი არის პარლამენტის წევრი ირაკლი კირცხალია, რომელმაც $1,300,000 ქონება და ფული მიიღო ოჯახის წევრებისგან. ამას თანამდებობის პირი აღარ ქვია, მეგობრებო. ეს თანამდებობის ეს თანამდებობის ხახაო მინდიამ და გადასა რომელიც თქავს ჩვენს ბიუჯეტს, მეგობრებო. მოუთხან დედის ტრაკი. და სანამ პროკურორები და მინისტრები ერთმანეთს მილიონიან საჩუქრებს ურიგებენ, გახსოვდეთ, ეს მილიონერები 71 წლის დევნილს აზად ჩილაჩავას, რომელსაც 45 ლარი აქვს დახმარება, პირბადის ტარებისთვის ასამართლებენ. რაზეც მერე გამოდის ეს ვიღაც ირაკლი კირცხალია და ამბობს, რომ აზად ჩილაჩავა შეუგნებელი ქალია. აი იცით რას გეტყვით, იცით, აი გეტყვი, აი 70 წლის დევნილი ქალი, ხო? ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პირდაპირ არღოს კანონს, არის ან შეუგნებელი, ან პირდაპირ იძახის, რომ არა, მე უნდა დავარღვიო. ამ აღვირახსნილი კორუფციის ფონზე კი აზად ჩილაჩავა ტკივილიანი იუმორით იხსენებს იმ ფაქტს, რომ იზოლატორი მის ოთახზე ბევრად დიდი იყო. ამიყვანეს მომავთამსეს ოთახი კარი რო გაიღო შეხედე ოთახი იმხელა ოთახი იყო გამიყვირდა ჩემი ოთახი არა აბებო ასეთი მეტი ჩვენი კორუფციის მეორე ადგილოსანი კალაძე ჩვენს წინა ჰიტ-პარადში უკვე ყავდა, მაგრამ დღეს მისი მანქანებისა და საათების შესახებ არ მოგიყვებით. ყველა მიცის, რომ კალაძეს იმდენი აქვს მოპარული, ლუვრის მძარცველებს ერჩივნად კალაძის ბინა გაეტანა. დღეს ცოტა სხვა ასპექტში მინდა ვისაუბრო. კერძოდ მისი ცოლის ანუკი არეშიძის შესახებ მოგიყვებით. დიზაინერ ანუკი არეშიძეს აქვს ოცნება. ის ამბობს, რომ უნდა სოფელში იცხოვროს. უფრო მეტად მინდა, რომ ქალაქიდან შორს ვიყო. მაღალმთიან სოფელში. სადაც ყოველ დილით იქნება ნისლი და აი ძროხები რო დადიან და ზარი რო კიდიათ აქ და ის ზარის ხმა რო გაღვიძევს, აი გარი ჩემთვის მთელი ეს ამბავი საოცრად მაგონებს ბუდას ლეგენდას. პრინცი სიდჰარტა გაუტამა იზრდებოდა მამამისის სასახლეში, ისეთ წარმოუდგენელ ფუფუნებასა და იზოლაციაში, რომ მან 29 წლამდე არ იცოდა რა იყო სიბერე, ავადმყოფობა ან სიკვდილი. მამამისმა მას დაუმალა სამყაროს რეალური სახე. აი ეს არის ანუკი არეშიძე. ის ჩვენი თანამედროვე სიდჰარტაა. ის ცხოვრობს თავისი ქმრის კორუფციით აშენებულ ისეთ ბროლის სასახლეში, რომ გულწრფელად გონია, რომ სოფელი არის ადგილი, სადაც ცხენები დარბიან და დილით ძროხების ეჟნის წყარუნი აღვიძებს. თუმცა ბუდამ გააღწია ამ ილუზიიდან და გასხივოსნა. ანუკის კი წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს ნამდვილი სოფელი საქართველოში. სიღარიბე, სამუშაო ადგილების არარსებობა. ერთგან ხალხს გაზი არ აქვს, სხვაგან წყალი არ აქვს. მისი ოცნება სოფელზე არის მილკას შოკოლადის რეკლამა, სადაც იასამნისფერი ძროხები ბედნიერად ძოვენ. და სანამ ის ამ პასტორალურ იდილიაზე ოცნებობს, მოდით დაუბრუნდეთ მის ჰელოვინის კოსტიუმს. აქვე ვიტყვი, რომ ხანდახან ხუმრობები საკუთარ თავს თვითონ წერენ. დიახ, წლევანდელ ჰელოვინზე ანუკიმ დაიდგა რქები და კისერზე ჯაჭვი შეიბა. მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ბუტაფორია. როგორც გაირკვა, ეს ოქროს ჯაჭვი არის ტიფანის მასიური ყელსაბამი. მისი ღირებულება კი $75,000-ია, რაც დაახლოებით $200,000 ლარია, მეგობრებო. იმედია ეჭვიც არ გეპარებათ, რომ ეს მისივე შრომით გამომუშავებული ფულია. Я так думаю, что если я не работаю, я буду псих. ახლა ისევ გავიხსენოთ აზად ჩილაჩავას ამბავი. 71 წლის დევნილი აფხაზეთიდან, ქალი, რომელსაც 45 ლარი აქვს დახმარება და თავშესაფარი არ გააჩნია. რეალობა ნომერი 1.
დედაქალაქის მერის სოლი, რომელიც ძროხებზე ოცნებობს, მაგრამ სოფელში არ მიდის და თავად იდგამს რქებს, კისერზე კი 200,000 ლარიან ჯაჭვს ატარებს. რეალობა ნომერი 2, 71 წლის დევნილი ქალი, რომელმაც ომი გამოიარა, მშრალ შიმშილობაზე იყო იზოლატორში და სახელმწიფომ მას 2 ლარი და 55 თეთრი დაულოქა. რომ შევაჯამოთ, ანუ კი არ ეშიძეს ამ ოქროს ჯაჭვის სახით, სწორედ აზა ჩილაჩავას ცოდვა კიდია. ეს ხელმორკილები რო დამატეს, რასუსტი ხელები გაყვა, არ მოგიჭერთო. მე ვუთხარი ჯერბებია, მე ვუთხარი თუ გინდა მომიჭირეთ ეს ამ ტყივილს მე კი ავიტან, ოღონდ რუსებს ვერ ავიტან, მე ვუთხარი. და აი მივედით ჩვენი კორუფციის საპატიო პირველ ადგილამდე. ეს ჯილდო ენიჭება ეგრეთ წოდებულ დეპუტატ ნინო წილოსანს ნომინაციაში საუკეთესო მცდელობა დაგვავიწყო ის, რაც არც გვახსოვდა. თქვენ ალბათ გსმენიათ სტრეიზანდის ეფექტის შესახებ. ეს არის ფენომენი, როცა რაღაცის დამალვას ისე აქტიურად ცდილობ, რომ შედეგად ამის შესახებ ბევრად მეტი ადამიანი იგებს. ისტორია ასეთია. 2003 წელს ცნობილმა მომღერალმა ბარბარა სტრეიზანდმა ფოტოგრაფს უჩივლა, რომ მისი სახლის ფოტო ინტერნეტიდან წაიშალა. სასამართლომდე ეს ფოტო გადმოწერილი იყო ზუსტად 6 ჯერ. მას შემდეგ, რაც მან ამაზე ჩივილი დაიწყო, ფოტო 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. აი ზუსტად ეს დაემართა ნინო წილოსანს. ფილოსოფოსმა და მასწავლებელმა ლევან ღამბაშიძემ დაწერა. ასე ვიცოდი, რომ მისმა ოჯახმა 65 მილიონი მოიპარა რაღაც ვაგონ მშენებლისგან. ნორმალური, თავდაჯერებული პოლიტიკოსი ამას გაატარებდა, მაგრამ არა ნინო წილოსანი. ის იმდენად აღაშფოთა ამ პოსტმა, რომ გადაწყვიტა ეს ამბავი ასე არ დაეტოვებინა. მან ღამბაშიძეს უჩივლა ცრუ ბრალდებისთვის და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10,000 ლარი მოსთხოვა. და რა თქმა უნდა, მან მოიგო. ქართულმა აბსოლუტურად დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ დაადგინა, რომ მასწავლებელმა ფული უნდა გადაიხადოს. და აი, აქ იწყება სარკაზმისა და ცინიზმის ფესტივალი. წილოსანმა დაწერა საზეიმო პოსტი, რომ ამ 10,000 ლარს აიღებს და საქველმოქმედო აქტივობებს მოახმარს, რათა ლევანს მორალურად სწორი ნაბიჯი დაანახოს. ხო და რადგან ქალბატონმა ნინომ ასე დაჟინებით მოითხოვა, მოდით ჩვენც გავიხსენოთ. მაგრამ გთხოვთ, არავითარ შემთხვევაში არ დაიმახსოვროთ ის, რასაც ახლა ვიტყვი. გთხოვთ, არ დაიმახსოვროთ, რომ ნინო წილოსანის მამა ბადრი წილოსანი 2013 წელს მართლა დააკავეს 65 მილიონი ლარის მითვისება გაფლანგვის საქმეზე. გთხოვთ, არ გაიხსენოთ, რომ გამოძიების ვერსიით მისმა ვაგონმშენებელმა კომპანიამ საქართველოს რკინიგზას ვაგონების შეკეთებაში ხელოვნურად გაზრდილი თანხა 65 მილიონით მეტი გამოართვა. და რაც მთავარია, არავის უთხრათ გთხოვთ. და არც დაუშვათ, საკუთარ თავშიც არ დაუშვათ, რომ მას შემდეგ, რაც ნინო წილოსანი ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი სახე გახდა, 2023 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ მამამისი გაამართლა. 2024 წლის 4 სექტემბერს კი სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი უცვლელად დატოვა. ეს ყველაფერი გთხოვთ, დაივიწყოთ. მაგრამ რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოთ, არის როგორ ექცევა სამთავრობო პროპაგანდა ამ ყველაფრის მსხვერპლს, აზა ჩილაჩავას. რადგან კორუფციას, ისევე როგორც ძალაუფლებას, უკანონობასა და სხვა დანაშაულებს აუცილებლად ყავს მსხვერპლი. სიტყვა კორუფცია თავის თავდაპირველ ფორმაში ნიშნავს გახრწნას. ამიტომაც ყველაზე მძაფრი და ნამდვილი კორუფცია ესაა, რასაც ახლა გაჩვენებთ. TV-იმედმა ასეთი სურათი გამოაქვეყნა. შემდეგი წარწერილი. კანონდამრღვევი აზა ჩილაჩავა. ხვალ რომ გავიდე, ხომ ვიცი რომ სისხლის სამართლით გამიშვებთ, მაგრამ მაინც დავდგები. თუ გინდათ სირცხვილით დაიწვათ, ამ პოსტის კომენტარები უნდა ნახოთ. როგორ ლანძღავენ და შეურაცხყოფენ აფხაზეთის ომ გამოვლილ 71 წლის დევნილ ქალს იმედის მაყურებლები. აი ეს არის ნამდვილი კორუფცია. მორალის კორუფცია. ეს პოსტი ქართული ოცნების სირცხვილის მუზეუმია. მე კი ამ კომენტარებს უბრალოდ წაგიკითხავთ. პირველი კომენტარი. სახელმწიფოს ხარჯზე დაჯდება იქ სითბოში, ნაჭამ ნასვამი. თან ზაღლივით ყეფა არ დასჭირდება ქუჩა-ქუჩა. მერე თუ იცი დაეგდე სახლში შეშ სოროსის ვირთხა.
აუ ნუ იჭინთები თუ ხალი ხარ რა, მასე მამაცი თუ იყავი, იქ გებძოლა თავის დროზე. დაადგები და მიგაცუქცუქებენ უკან და უფრო დიდი ხნითაც იმედია. წარმოიდგინეთ რა კარგი პირობებია ციხეში, გათბობა, კვება და უსაქმურობა. სანატორიუმია ამ ქალბატონისთვის. ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. შევხვდებით შემდეგ კვირას. მადლობა რომ გვიყურეთ.